აფხაზმა და ქართველმა გოგონებმა რუშნი ჯოპუას აფხაზური სიმღერა პრინცესა აფხაზეთის დღეზე შეასრულეს და მივიწყებულ ჰანგებს ახალი სიცოცხლე შესწინეს. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ვლოგერების ეს სიმღერა ერთ-ერთია იმ 11 აფხაზურ სიმღერას შორის, რომელიც ბრავო რეკორდში დამუშავდა, ჩაიწერა და ახლებურად აჟღერდა. ბრავო რეკორდსის დამფუძნებელი ზაზა შენგელია ამბობს, რომ აფხაზური სიმღერების ჩაწერისა და CD დისკის გამოცემის სურვილი ბრავო რეკორდსის დაფუძნების დღიდან ჰქონდა. უშუალოდ პროექტზე სახელწოდებით ერთ სიმღერას ვმღერით, მუშაობა კი თითქმის 1 წელი მიმდინარეობდა. ხანგრძლივი დრო დასჭირდა სიმღერების მოძიების და შერჩევის პროცესს. სპეციალისტებმა სიმღერების განახლებული, მუსიკალურად უფრო გამდიდრებული და მრავალფეროვანი არანჟირების ვერსიები შექმნეს, რის შემდეგაც პოპულარულმა ქართველმა მომღერლებმა აფხაზურ ენაზე ამ სიმღერების ვოკალის პარტიები ჩაწერეს. რთული იყო სიმღერების შერჩევა, ვინაიდან თანამედროვე აფხაზური პოპულარული სიმღერები ძალიან დიდი და ცუდი გავლენის ქვეშ იმყოფებიან რუსული პაპსის. გამოვიდა საკმაოდ მაღალი დონის მუსიკალური პროდუქტი, რომელიც ვფიქრობ, რომ იქნება ერთგვარი ჩვენი მხრიდან ესეთი გაწვილი სამეგობრო კიდევ ერთი ხელი, რომელიც მოემსახურება პოსტკონფლიქტურ პერიოდში აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების კიდევ უფრო დაახლოებას, შერიგების პროცესის გაღრმავებას. რატომ გაკეთა თანამედროვე რეპერტუარი და რა ვთქვათ ხალხური. ჩვენი სამიზნე აუდიტორია მაინც არის ახალგაზრდობა, ვინც ხვალ უნდა ააშენოს თანამედროვე აფხაზეთი, ხვალინდელი აფხაზეთი. პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერის გარეშე. როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ამბობს, ახლებურად გაჟღერებული ძველი სიმღერები წარსულში დაბრუნებისა და აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის შესაძლებლობას იძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები. ზუსტად ამისთვის არის გამიზნული ამ კატეგორიის, ამ ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილისთვის არის გამიზნული ეს პროექტი. ჩვენ გვინდა რომ ახალგაზრდები ჩავთვლოთ აი ამ პროექტში და დარწმუნებული ვარ რომ ეს პროექტი იქნება კარგი საფუძველი და საწინდარი იმისათვის რომ ჩვენ წარმატებულად განვახორციელოთ ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც საბოლოო ჯამში გაერთიანებს ჩვენ საზოგადოებას. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით CD დისკის პრეზენტაცია ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში გაიმართა და ის სიმბოლურად აფხაზეთის დღეს უკავშირდებოდა. უშუალოდ კონცერტზე სიმღერების პრეზენტაციას წინ ხანგრძლივი და არც თუ მარტივი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. პროექტში ჩართული ყველა მომღერლის, ყველა აფხაზურ ბგერაზე აფხაზური ენის სპეციალისტმა ირმა ოსიამ იმუშავა. ძალიან საინტერესო იყო ამათთან მუშაობა, რომ მესწავლა აფხაზურად, კაი გამოთქმა. ძალიან კაი პროექტი გამოვიდა და იცით რა არის, მე ვიცი რომ ამ პროექტს, ამ დისკს ძალიან დიდ გამოხმაურებას მიიღებს. ამ სიმღერას მოусმენენ აფხაზეთში და თითქმის ყველა რესტორანში და ყველა კაფეში გაიჟღერეს აი ამ სიმღერების ხმა. CD ალბომს ასევე თანახლავს ორენოვანი სამახსოვრო ბროშურა ქართულ და აფხაზურ ენაზე, რომელშიც ცნობილი ადამიანების ემოციური გზავნილებია ასახული. კინორეჟისორებმა, მწერლებმა, ჟურნალისტებმა, მსახიობებმა და მომღერლებმა თანაცხოვრებისა და მშვიდობის აღდგენის პროცესში მუსიკისა და სიმღერის როლს გაუსვეს ხაზი და სწორედ ის მოგონებები გაგვიზიარეს, სადაც სიმღერა აკავშირებს ხალხს. ორ ადამიანს სოხუმელს მაინც არ მოწონდათ ერთმანეთი, ის კი არა რომ წრები იყვნენ, მაგრამ რაღაც ისე შეულებრივად ხდებოდნენ, შეულებრივად ისხდნენ, სუფრასთან ლაპარაკობდნენ და ერთხელ როდესაც ვისხედით ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ, მაშინ დაიწყო ვიღაცამ სიმღერა. და ის კაცი იყო ერთი აფხაზი, მეორე ის კაცი იყო ქართველი და თურმე ორივე მღერის და აყვნენ სიმღერაში. და რომ იმღერეს ერთი სიმღერა, მეორე სიმღერა, მესამე, იმისთანა ჰარმონია იყო. მათ შორის დამყარდა საოცარი სიმღერამ დაამეგობრა ისინი და მე რო ქალაქში გავდიოდით, ხედავდით ხან
ერთ რესტორანში ან ვიღაცის სახლში, ესენი უკვე ხშირად ერთად დადიოდნენ და ერთად მღეროდნენ და იმედი მაქვს, რომ სიმღერის ჰარმონია, მისი ძალა ჩვენს ურთიერთობებზეც დადებითად იმოქმედებს. დუეტი ჯორჯიას სიმღერას უკვე უწინასწარმეტყველებენ მაღალ რეიტინგს ენგურს გაღმა საქართველოში. პროექტზე მომუშავე ჯგუფის მიზანია სიმღერებმა პოპულარობა მოიპოვოს ოკუპირებულ აფხაზეთში და სჯერათ, რომ ნუცა თოფურიას, ია ჯგერენაიას, ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძის, გიორგი ცხადაძის, სოფო გელოვანის, გიორგი სუხიტაშვილის, თიკა მახალდიანის, სოფო ხალვაშის, ანსამბლი ოდას, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი შავნაბადას ნამღერ სიმღერებს აფხაზი მოსახლეობის ყველა თაობა აყვება. იმ წუთიდან როგორც კი ეს შემოთავაზება მივიღე, ვიყავი უზომოდ ბედნიერი, იმიტომ რომ ჩემთვის კიდე სხვა დატვირთვა და სხვა მნიშვნელობა აქვს, სხვა მოგონებები და სხვა სიღრმე მაკავშირებს აფხაზეთთან. მე თვითონ იქ გაზრდილი ვარ, დედა აფხაზეთიდან მყავს, მეუღლე აფხაზეთიდან მყავს, მოკლედ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ეს ალბომი და მგონია რომ მარტო არ ვარ ამ განცდებში, იმიტომ რომ ეს არის დასაწყისი იმ უდიდესი, ვფიქრობ, რომ იმ უდიდესი გეგმის, რასაც ქვია ჩვენი შერიგება, ერთმანეთთან ჩახუტება და სიმღერით გაერთიანება. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მას აუცილებლად ექნება გაგრძელება.